Მარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს შეჯამება რომ გავაკეთოთ დღევანდელი დღის. მოკლედ დილას დაიწყო ესე რომ გადადგა მთავარი პროკურორი, რომელიც არჩეული იყო საპროკურორო საბჭოს მიერ. შემდგომ კალაძემ გააკეთა ორაზროვანი განცხადება, რომ ის შეიძლება ერთ დღესაც აღარ იყოს პოლიტიკაში, სულ მე ხომ არ ვიქნებიო და რაღაცნაირი ორაზროვანი განცხადება გააკეთა. კალაძეც როგორც ვიცით სანქცირებულთა სიაშია, გენერალური პროკურორი სანქცირებული იყო. შემდგომ არის კიდევ ინფორმაცია ბიზნეს სექტორში, რომ ლიბერტი ბანკი შეიძლება შეისყიდოს ბაზის ბანკმა, რომელზედაც 2 კვირა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ვიცით, ლიბერტის მეპატრონე ირაკლი რუხაძეც არის სანქცირებული, რომელიც ასევე იმედისაც ფლობს და ყველაზე ცუდი და შემაძრწუნებელი ის არის, რომ ხელვაჩაურში ბიზნესმენი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ გაიტაცეს კრიმინალებმა, შემდგომ დააცხრილეს და მისი მანქანით წყალში ჩააგდეს. ფაქტიურად 90-იან წლებში ვართ, უბრალოდ დენი და გაზი გვაქვს, თორე აი მას ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის მომოკლეს, იქ ბაჩიაშვილი ჯერ ქვეყნიდან გაიქცა, მერე შესაძლოა მინისტრი გადადგა, ხან რა ხდება, ხან რა. მშვიდობას გისურვებთ მეგობრებო, გამოვიწეროთ ჩვენი YouTube არხი იდეატივი, რათა ბევრი პროექტები შემოგთავაზოთ. კარგად ბრძანდებოდეთ.